მოგესალმებით ყველას, ჩვენ ვართ TL Group-ი, ეს კი არის TL Time. ტრადიციულად ვიმყოფებით დრანგტედიში, შეგიძლიათ მობზანდეთ და დააგემოვნოთ უგემრიელესი ლუდი და უგემრიელესი კაჭი. ბიჭებო, დღეს მინდა განვიხილოთ თქვენთან ერთად ახალი 2026 წლის Subaru Outback-ი, რომელსაც სამწუხაროდ ძველი 2.5 ატმოსფერული ძრავი აქვს ისევ და ვარიატორის გადაცემათა კოლოფი. 180 ცხენის ზალა აქვს, უბრალოდ ვიზუალურად ძალიან შეცვლილია, დახვეწილია. ძალიან იმუშავეს ვიზუალზე, ყველაფერი შეცვალეს რა. ინტერიერშიც, ექსტერიერშიც ძალიან კარგად არის გარდაქმნილი. ერთ შეხედვით ვერ ციტყვი რომ Subaru-ა რა. ხო, რაღაც ესეც ჩინურ მანქანას დაამსგავსეს რა. სხვათა შორის ცხვირი წააგავს ახალ რაოთხს. რაოთხს? მე უფრო Ford-ისკენ წავედი, აი რაღაც თითქოს Ford-სკა უფრო გავს რა. უბრალოდ ჭრილები რაოთხისაა კაშკარად. მე პირადად ზოგადად აი Subaru-s ყველა თაობაში მომწონდა მოდელები. ორი ლამაზი მოდელი ყავდა და თავის კაი დიზაინი ხო, თავის ხაზი ქონდეს. განსხვავებით, ასე ითქვას, სხვა მანქანები და ყოველთვის რაღაცა გამოირჩეოდა. იაპონური Outback-ი მომწონდა კი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ჯიპი, ეს არის უნივერსალი, მაღალ კლირენსზე მდგომი უნივერსალია ჩვეულებრივად, ამიტომ თითქმის ვერ მოძებნით პირდაპირ კონკურენტს ამ მანქანას. შვიათია დღესდღეობით, ადრე გამოდიოდა ამერიკაში, რომ უნივერსალები იყო მაღალზე რა და. მისი პირდაპირი კონკურენტი ვფიქრობ, რომ XC60-ია. კი, ანუ გარედან ეხლა რასაც შენამბობ, მივხვდი, რომ ის არის, რა ქვია, ესეთი იგივე უნივერსალისი საქმე, მაგრამ Volvo ხო ძვირიანი ბრენდია, ფასის მიხედვით როგორ გამოდის კონკურენტი. დაბალი კომპლექტაცია დაახლოებით $27,000 ღირს. ხოლო მაღალი კომპლექტაცია ლიმიტედი $50,000-მდე ღირს. კარგად გაუზრდათ ფასი. და საკმაოდ დიდი ფასია. Volvo-სთან შედარებით, ახლა Volvo-ს ყველაზე დაბალი კომპლექტაცია $51,000 ღირს, მაგრამ ყველა ის მონაცემები აქვს, რაც Subaru-s უმაღლეს კომპლექტაციას. შესაბამისად, ძალიან ბევრი დაფიქრდება იმაზე, რომ აიღოს Volvo და არა Subaru. კი, ზოგადად Subaru იმიტომ უართ ამერიკელებს და ყველას, რომ ცენტრიდანაც იაფია რა და იმ შემთხვევაში როცა Volvo-სთან სხვაობა გაქვს $1,000 თან სხვა ხარისხს იღებ. აი ძველ მოდელებშიც, ახალ მოდელებშიც ითვლება ყველაზე ბიუჯეტურ crossover-ად. 25 ღირდა ხოლმე ყოველთვის Outback-ი ცენტრიდან. ეხლა ძალიან გაუზრდიათ რა. ზოგადად Subaru მაინც ეს შესანახად ასე ვთქვათ ფინანსურად მაინც გამოირჩევა. ადვილი შესანახად მაგას უნდა ვთქვათ, ეგრე ის უკვე Volvo-სთან შედარებით, აი აქ უკვე მაღალი კლასია, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით Subaru-s Volvo-s გაცილებით ანუ უსაფრთხოება და თუნდაც სალონის ხარისხი და ასე შემდეგ უკვე აქ უკვე ვინც მაგალითად ბიუჯეტურ ავტომობილის შენახვას გადაწყვიტავს, რა თქმა უნდა Subaru-s აიღებს, რომ ბიუჯეტურად შეინახოს ეს ავტომობილი. Volvo-s მონაცემებს თუ შევადარებთ Subaru-s მონაცემებს, Volvo-ში გვაქვს 8 სიჩქარიანი კლასიკური ავტომატური გადაცემათა კოლოფი, 2-დან 2 ჰიბრიდული ძრავით. რაც გაცილებით უკეთესია ვიდრე ვარიატორის გადაცემათა კოლოფი. ამიტომ მე მაგალითად დაბალ კომპლექტაცია Volvo-s ავიღებდი, ვიდრე უმაღლესი კომპლექტაცია Subaru. ვერა სიტყვით. მე ზაგეთახვევი, იქიდან გამომდინარე, რომ ვიზუალურადაც ჯობია, ჩემი აზრით, Subaru-s სალონი მაგალითად ეხლა რასაც ვხედავ. ვიზუალურად მართლა ჯობია, მაგრამ სალონი სხვათა შორის Outback-ის ძალიან კარგია, დიდი მონიტორი და კარგია. ახალი სალონი ძალიან კაი არის, მომწონს. კაია მართლა, მაგრამ მაინც უფრო Volvo-სკენ გადავიხრებოდი რა. იქიდან გამომდინარე შესანახად ხა Subaru ბევრად მარტივი არის. მაინც უფრო Volvo-სკენ გადავიხრებოდი თავის სანდოობასთან მიმართებაში. კი. ბევრად მირჩევდია მაგალითად რა. კი, ნამდვილად. ჯობია ცოტა დაამატო და იყიდო სიტყვა Volvo-s დაბალი კომპლექტაცია ვიდრე ლიმიტედი სიტყვაზე Subaru. რომელსაც სხვათა შორის თქვათ, რომ რამოდენიმე წელიწადში ფასი ძალიან დაუვარდება. აი Volvo-სთან შედარებით Subaru-s ეგრევე ვარდნა იქნება. კი, როგორც კი შემოვა და გაიშლება სოფლიოში გაყიდვები, კი, ეგრევე დაუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ აი ორივე ლამაზი მანქანა არის, ინტერიერის ორივეს ლამაზი აქვს, აი მაინც მე პირადად ავირჩევდი Volvo-s. ხმის იზოლაციით ასე თუ ისე ჯობნის Volvo და ხარისხიანი მასალებით და მთლიანობაში უსაფრთხოებით. ყველაფრით აჯობებს. თუმცა ვიზუალის მხრივ, როგორც შიდა და გარე ინტერიერით, ორივე ლამაზი არის. კი. ორივეს დაუწერდი პლუს, ასე რომ ვთქვათ. იცი რა არის? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე უფრო Subaru-s ვიყიდით, ხო, მართლა. და რატო? ეს Volvo-s ეს დიზაინი ხო
უკვე ყველა 2016 წლიდან რაღაცა ოდნავ ბამპერს შეცვლიან და აი ახალი Volvo გამოიცა ცოტა მოსაბეზრებელია და აი უკანა მხარეს Volvo-ს უკანა მხარეს ცოტა კორექტირებას მივცეთ. ხო მაგრამ რა ჯობია ეხა თქვა რომ Subaru მყავს თუ Volvo მყავს აი რა. არ ვიტყვი Subaru Outback-ი მყავს თქვა. Outback ყოველთვის მომწონდა და მართლა მაგარი მანქანა არის ძალიან. ლაშა გეთანხმები, სიახლეა და ამიტომ. სხვათა შორის რას დავამატებ, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე პოპულარული და ნდობით აღჭურვილი მანქანა, ანუ გამოკითხვებით არის Subaru ამერიკელებისთვის რა. და ჩვენთანაც ძალიან უყვართ. ეხლა Volvo-ზე მეტი Outback-ი და. ხო, აი რაც მთავარია, ის არ გითხოვს. რაოდენობაში რა თქმა უნდა. აი გამავლობის მხრივ, აი ვერც კი შეედრება, ვერც კი მოვა Volvo Subaru-თან გამავლობის მხრივ. ეგეც არის. ძალიან კარგი კვადრო არის 4-ვე წამყვანი თანაბრად. ხო. ნუ 4-ვე საბურავი თანაბრად. ეგეც მართლა. რა დანიშნულებისთვის ყიდულობ მაგაზია დამოკიდებული. შენ თუ გინდა უგზოობაზეა რომ Subaru უნდა ამჯობინო რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში. მოდი ესე ვთქვა, არ ამგონია Volvo სადმე შეგარცხინოს. მეც გეთანხმები. მით უმეტეს დავამატებდი რომ ვარიატორის კარობკა გაქვს ერთთან და მეორეგან გაქვს კლასიკური ავტომატიკა, რომელიც off-road-ზე უფრო მეტად გამოყენება. Volvo-ში გაქვს ჰიბრიდული ძრავი, რაც ეკონომიურობაზე მიუთითებს და პლუს ცხენებიც მეტი გაქვს. ანუ იმ 51-ში ჰიბრიდი მოგდის? არა, მთლიანობაში არა, 51 ყიდულობ ჰიბრიდს უბრალოდ დაბალი კომპლექტაციით, სადაც, რავი, ტყავი გაქვს, სავარძლების გათბობა გაქვს, თვით პანორამა გაქვს. ეკონომია. ხო, არა, მაგის მიუხედავად მაინც Volvo ჯობია მაგალითად. აი, Outback-ს ავარჩევდი მხოლოდ ვიზუალის გამო, იმიტომ რომ საინტერესო ვიზუალი. და ახალი ვიზუალი. ლამაზიო ვერ იტყვი, მაგრამ საინტერესოა ეს Volvo უკვე თითქოს ჩემთვის მოძველდა რა. ნუ ჩვენი მაყურებლის უმეტესობას Subaru-ს აარჩევ და იქნება გამომდინარე უფრო ნაცნობი მანქანაა ჩემი აზრით. იყიდნენ დამიჯერე უმრავლესობა. უფრო პოპულარული მაინც. კარგით, ერთი სიტყვით შევჯერდით. რა თქმა უნდა აზრები გაიყოფა, უბრალოდ გემოვნება და Volvo-მ ვერ შემოგთავაზა ისეთი სიახლე, რაც Subaru-მ შემოგთავაზა. ნამდვილად რაღაცა ახალი ფორმებით შემოგთავაზა, ვიზუალი ინტერიერი ძალიან კარგი ინტერიერია. დიდი ნახტომი არის ესე. და Subaru მაინც ჩვენი, ანუ საქართველოს მანქანაა რა. ძალიან თავიდანვე ძალიან შეიყვარა ქართულმა მომხმარებელმა და Subaru-მაც არ გააწმილა თავისი მომხმარებლები და ძალიან კარგი ახალი მოდელი შემოგთავაზა რა. რომელსაც რომელსაც სასწაულად დაუვარდება ფასი. როგორც კი დაზიანებული მანქანები შემოვა აუქციონზე 25 და ქვევით იქნება ფასი ამ დროს როცა ლიმიტედი ცეცხლის 50 ქარხნულ ფასს ალბათ რა. ძალიან კარგი. მოკლედ ჩვენი აზრები გაიყო, მოდით თქვენც დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ რომელს მიანიჭებდით უპირატესობას Outback-ის limited ვერსიას თუ დაბალ კომპლექტაცია Volvo XC60. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი აზრიც. ასევე არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, რათა ბევრი მოგიყვეთ ახალი ავტომობილების შესახებ. კარგი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. მეორე რუბრიკაში მინდა ვისაუბროთ დასაშლელი ავტომობილების განბაჟების პრობლემაზე, რადგან დასაშლელი და უბრალოდ ჩაულებრივი მანქანა ერთფაში ბაჟდება, რაც ჩემი აზრით არასწორია, რადგან ეს მანქანა ჩამოიწეროს და დაიშალოს. აქედან გამომდინარე არასწორი მგონია რომ ერთ და იგივე ფაში უნდა გაბაჟდეს. და მე მგონი განხილვაშიც არის ეს თემა. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში ჩატარდა, წამოიჭრა ეს საკითხი დილერების მიერ და ჩაეშვა განხილვაში. აი ძალიან სასიამოვნო იქნება თუ დასრულდება ისე, როგორც იქ ითქვა, რომ უკვე მანქანის ტარიფით აღარ განბაჟდეს დასაშლელი მანქანები, ეს გამოიწვევს იმას, რომ გაიაფთება მეორადი ნაწილი და ჩვენთვისაც ანუ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ძალიან კარგი. მაყურებლისთვის მინდა ვთქვა, რომ ალბათ კითხვა გაგიჩნდათ, მაგალითად ავტომობილი როდესაც დაჭრილი მოდის, დაჭრილ მდგომარეობაში, მაშინ ჩვეულებრივად ბაჟდება, ანუ წონით, მაგრამ თუ მაგალითად ვინმეს უნდა მთლიანი ავტომობილი, რადგან იქ რაღაც ნაწილები მაინც რჩება ამერიკაში, რაც რის ტრანსპორტირებაც არ ხდება, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს აქ. და მაგალითად უნდა მთელი ავტომობილის წამოღება. ამ შემთხვევაში დილერს, ანუ ვინც შლის ამ მანქანას, უწევს ავტომობილის განბაჟება ჩვეულებრივი ტარიფით, როგორც გასაყიდი ავტომობილის ტარიფით. ხო, ნებისმიერი ავტომობილი ბაჟდება და შემდეგ უკვე ამ ავტომობილის ჩამოწერა და დაშლა, რაც არასწორია ზრდის. რაც აძვირებს, ხო, ნაწილის საფასურს და მე ძალიან უტყავს, ესე ვთქვათ,
სიტყვაზე მე რო ჩამოვიყვანო მანქანა ჩემთვის და რაღაც ნაწილი დამჭირდეს, ხო? მიწევს აი ძალიან არადეკვატური თანხის გადახდა რა. და ძალიან ცუდია. და იმედია მოკლედ ეს მიმდინარეობს მოლაპარაკება და იმედია საკეთილდღეოდ გადაწყდება ეს ყველაფერი და ეს პრობლემა საქართველოში აღარ იარსებებს, შესაბამისად ნაწილებიც გამოვიდა. იმედია ნამდვილად თავის კალაპოტში ჩადგება, იმიტომ რომ მაინც გასაყიდი მანქანა სხვა ტარიფით უნდა ბაჟდებოდეს და ჩამოსაწერი დასაშლელი მანქანა არ არის ეს ლოგიკური, რომ ერთი ტარიფით ბაჟდება. შესაბამისად გასაყიდი მანქანის ფასიც დაიწევს, იმიტომ რომ ნაკლები დაუჯდება, მოწესრიგება პატრონს. ზოგადად მოსახლეობისთვისაც კარგია, ზოგადად ვისაც ავტომობილი ყველაფერზე აისახება. ჩვენი მესამე რუბრიკა შეეხება ავტოიმპორტიორი კომპანიების მიერ გავრცელებულ ხრიკებს კომპანიის მომსახურებობას. მომსახურების საფასურს. ძალიან ბევრი კომპანია მოხმარებელს ეუბნება, რომ მომსახურების საფასურს არ იღებს. კი, არის. და რა მაინტერესებს ხალხო, მართლა გჯერათ ამის? ნინის რამდენჯერ მოვიდა ჩხუბი მომხმარებელთან, ანუ ეხა ბოლოს იყო ცოტა ხნის წინ შემთხვევა, დარეკა ერთმა მომხმარებელმა, რომელიც ანუ ჩვენ კონკურენტ კომპანიასთანაც არჩევდა ავტომობილებს და ну ჩვენ ხო ყველაფერი გამჭირვალეთ გვაქვს ანუ ვისაც ყველაფერი წერია კი ვისაც ჩვენთან თანამშრომლია ყველა მიცის რომ ცალ-ცალკე გვაქვს გამოყოფილი რაში მომხმარებელი რას იხდის და ერთ-ერთი არის ჩვენი მომსახურების საკომისიო რომელიც არის $200 ამერიკიდანაც და სამხრეთ კორეიდანაც და ну ნინიმაც ეს უთხრა რომ ჩვენი მომსახურების საკომისიო არის $200 და ანუ ის ადამიანი ის აღშფოთთ და ანუ მე საიდანაც მოვდივარო იმ კომპანიას მომსახურების საკომისიო არა არის. ძალიან ბევრი შემთხვევა ქონია ეგ. კი, ანუ ძალიან ბევრი. ესე იგი ხალხს იმის ჯერა რომ ვიღაც კომპანია, ანუ ზის ესე ხალხი. ინტერესი აქვს რომ მოდი აი მოგიძებნის მანქანას, შეგიმოწმებს და შემდეგ ჩამოგიყვანს და გადაგახდენთ ხოლო ტრანსპორტირების თანხას. და სხვათა შორის ანუ იმ მომხარებელმა მაინც ბოლოს ჩვენ განიყიდა მანქანა, იმიტომ რომ იმ კომპანიასთან სადღაც $400 ნაკლები ჰქონდა ფასი, რომელსაც მომსახურების საკომისიო საერთოდ არ ქონდა. და არა მარტო ეგ, უფრო უარესებსაც აკეთებენ. მაგაზე შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ. დავიტოვოთ, ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი აუცილებლად, მაგაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. რადგან დაიტოვოთ. სხვათა შორის მარტო მომსახურების საკომისიოს არარსებობაზე არ გავჩერდეთ. კიდევ ვისაუბროთ, რომ ჩემ მეზობელს ჩამოყავს მანქანები და $50 აიღებს ჩემგან და ჩემმა მეზობელმა ჩამოიყვა ეგ ძალიან ცხელი თემაა ცხელი და გზაზე რო $500-ით მეტი აქვს ჩვენს თანამათო $300-ით მეცეონება ამას წინათ გეტყვით ერთსაც ინტერნეტში წავაწყდი ესეთ ფოტოს რომ ნავზე უდევს მანქანა და მეზობელმა ჩამომიყვანა და ანუ კიდე ის ფრაზა მესმის ხშირად. აი ჩემ მეზობელი თვითონ არის დარეგისტრებული, მეგობრებო. თვითონ ჩამოყავს. ვერავინ ვერ დარეგისტრდება თვითონ თუ ამერიკაში ვინმე არ ყავს, არ გაქვს გახსნილი კომპანია, არ გაქვს გაკეთებული ლიცენზია და ანუ 1000 რაღაცა უნდა იმისთვის რომ კოპარდზე და კერძო პირი თვითონ ჩამოიყვანს და დარეგისტრო შესაბამისად თქვენს მეზობელს აქვს რომელიღაცა ჩვენაირი კომპანიის კოდები, აკაუნთი და ჩვენ მას ვაძლევთ ტარიფს ჩვენ მისგან მიგრებთ მომსახურების საკომისიოს და ნუ ის დანარჩენი უკვე თუ კარგი მეზობელია არაფერს არ აიღებს მართლა თუ ცუდი მეზობელია კიდე უფრო მარტივად უფრო გასაგებად რო ავხსნათ ნუ იზახიან სიტყვაზე მომსახურების საკომისიო არ გვაქვს მაგრამ იქ ამატებენ გზაზე დანამატზე საბუთებზე თუ საბუთებზეც კი ბატონო სპეცკოდზე ხო, სპეცკოდი, ვითომ ანუ დაბიდვაზე რაღაცას და დღემდე დავამატოთ მიშკა, დღემდე ჰიბრიდულ და ელექტრომანქანებზე უმატებენ გამიგოს სპეც რაღაცა კონტეინერია. ხალხი ამას სახობელი და მეზობელი უმატებს ზუსტად თანხას და უგებს ხშირ შემთხვევაში. რამდენიც კი. ზოგადად არა, ნუ ხშირ შემთხვევაში. კი. ეგრე არის და ანუ მოკლედ საბოლოო ჯამში იმის თქმა გვინდა რომ მოკლედ საქართველოში კი არა არავინ არასდროს არ მოგემსახურება მომსახურების საკომისიოს გარეშე და ის რომ ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ მართლა $200 ვიღებთ და სხვა დანარჩენი თანხა არ გვაინტერესებს რა ფასიანი არ უნდა იყოს ავტომობილი და ამასაც განვავრცობ ცოტა ხანში ესე არაა სხვაგან ანუ სხვამ შეიძლება გითხრას რომ მე არაფერს არ ვიღებ და რეალურად ანუ $200 კი არ იღებს 500 და $700-ია მისი დანამატი ტრანსპორტირების ფასში რასაც თქვენ უკვე ვეღარ ხედავთ რაც შეეხება ავტომობილის საფასურს. ძალიან ბევრ კომპანიას აქვს ესეთი პრინციპი, ამასაც მინდა შევეხო, რომ რაც უფრო ძვირიანია ავტომობილი, მით უფრო
მეტს უგებს. მაგალითად, ერთ-ერთი ჩვენი მოხმარებელი, იცნობთ ყველა, რომელსაც სპორტული მანქანები ჩამოყავს, სახელს არ დავასახელებ, მიხვდება თვითონ. დაგვიკავშირდა ჩვენ, გაიგო ტრანსპორტირების ფასი კონკრეტული შტატიდან და შემდეგ მისი ძალიან ახლო ძმაკაცი, ესე რომ ვთქვათ, მუშაობდა ერთ-ერთ დიდ კომპანიაში და დაურეკა და ანუ ავტომობილი ღირდა დაახლოებით $80,000, ანუ ავტომობილის ღირებულება იყო. რადგან ეს ღირებულება იყო ჩვენზე ორჯერ მეტი კი არ იყო, даже კიდევ უფრო მეტი უფრო ტრანსპორტი, ორნახევარჯერ მეტი იყო ტრანსპორტირება, რადგან ძვირიანი მანქანა იყო. მხოლოდ ამის გამო. ამ დროს ჩვენ რა ფასიანიც არ უნდა იყოს, მართლა ერთ მაგში ვატარებ. ჩვენი მომსახურება არის მეგობრებო $200, არ გატყუებთ, არ გეუბნებით რომ არის $100, არ გეუბნებით რომ არის $50, არის $200 და მის იქეთ ჩვენი ინტერესი აღარ არის. სულ რო $600 ღირდეს მანქანა, ან სიტყვაზე $50,000 მაინც ერთი ფასია რა. ამიტომ რავი, ისიც უნდა მივხვდეთ ყველა ალბათ, რომ უფასოდ სამწუხაროდ არავინ არ მოგემსახურება დღესდღეობით, არც ერთი კომპანია. თქვენი ლამაზი თვალების ჭირი. და თუ მაინდა მაინც დავამატებ, თუ მაინდა მაინც ჩვენც ჩამოგიყვანთ მეზობლის ფასში. უფასოდ. შვედიერია. კიდევ ბევრი ხრიკის გასაგებად, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ TL Time-ის შემდეგ ეპიზოდებს, რომ არ გამოტოვოთ ყველა ხრიკი და ტყუილი ავტოიმპორტიორი კომპანიების შესახებ. ზარის ღილაკით, ზარის ღილაკით აუცილებლად. აბა, ბიჭებო, ვის რა შეკვეთები გაქვთ? მე მაქვს შეკვეთა Hyundai Kona-ზე. ეს არის ფაქტიურად Kia Niros ბაზაზე, ოღონდ ცოტა კლირენსი აქვს მაღალი. ძალიან კაი მანქანა ჰიბრიდულია? კი, ეს არის ჰიბრიდი 1.6 ჰიბრიდი. ძალიან ეკონომიური, ეს არის 2020 წლის და წვა არის სადღაც ქალაქში 5.9 ლიტრი. 4-4-ია? იგივე რაც Kia Niro, თუმცა ცოტათი განსხვავებულად წვავს, მაინც 5.9-ზე ადის ქალაქში. სამაგერად Kia Niro-ზე ლამაზია. კი, ცოტათი არ ვიცი, შეიძლება მაღალი ჭერი აქვს ოდნავ. გარბენი აქვს 156,000 კილომეტრი. 156,000 კილომეტრი და საქართველომდე ჯდება $10,900 ტრანსპორტირებიანად. ძალიან კაი ფასია 2020 წლის დაზიანება აქვს. 1X აქვს მონიშნული საბარგულზე, ეს ნიშნავს შესვლილს ან შეღებილს. ანუ საბარგული აქვს შეკეთებული. კი. სულ ერთი შემთხვევა ქონდა, ესე იგი, ერთი შემთხვევა ქონდა მანქანას და ჩარიცხული აქვს მცირე თანხა. არის ძალიან მაგარი ვერსია. Kia Niros იდეალური ქალაქის პირობებზე Kia Niros-თან შედარებით უფრო მაღალი კლირენსიც აქვს ამას. ცოტა ასე რომ ვთქვათ, ერთი თავით მაღლა დგას, Kia Niro-ზე ცოტა კლასით ასე რომ ვთქვათ. პაკეტიც ძალიან კარგი არის, ყავის სალონი, სავარძლების გათბობა, მოკლედ საჭის გათბობა, ძალიან კარგი პაკეტიცაა რა. და თან ამავე დროს არის 2020 წლიანი. შვენიერო. ძალიან კარგი ფასი არის, ძალიან მაგარი მანქანა არის, ვისაც ეკონომია უყვარს. ესე იგი, ამაზე ვაგზავნით ხვალ ჩვენ წარმომადგენლებს ამ ავტომობილის შესამოწმებლად. აქვს ძალიან გამძლეძრავი ჰიბრიდულ ვერსიაში და სამშრიანი რობოტიზირებული კოლოფი, რაც ძალიან დიდი რესურსით გამოირჩევა. როგორც Kia Niro-ში, დღეს უკვე ჩვენთანაც ძალიან პოპულარული გახდა. პრიუსები და Niro-ზე გადაჭდნენ ტაქსისვალები, იმიტომ რომ მაგარი აღარ შემოგდი შეკვეთები სხვათა შორის. დაკვეთებზე გვეტყობა. კი, Kia Niro-ებს უფრო ახსენებენ ვიდრე Prius. იმიტომ რომ სიტყვაზე იგივე ფასში შეიძლება მოგივიდეს უკეთესი მანქანა. და ამ შემთხვევაში Kona-ც იგივე ხდება. ახლა ყველა ვარიანტში 6 ლიტრზე ადის წვა, ჩვეულებრივად. თუ იგივე ესე ვთქვათ ინტენსივობით ივლიან, ნელა იგორავებ ესე რა ვთქვათ, შეიძლება 4-ის კვებითაც ჩამოიყვანო Niro-ს წვა და იგივე შეიძლება ფრაზას დავამატებ, მანქანას მაინც გავს. მანქანას გავს და თუ Prius შევადარებთ ახლა როგორც ისიც ჰიბრიდი არის და ამ კლასის მანქანა თუ შევადარებთ, ხმის იზოლაცია კარგია. ხო, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეს. უფრო მეტად პრაქტიკულიც არის ვიდრე Prius. უფრო მაღალი კლასი არის ვიდრე Prius. მაღალია კლირენსიც, საბარგულიც უკეთესი აქვს, ჩემი აზრით. და ნომერ პირველი უპირატესობა გავიწყდებათ ბიჭებო, Prius-თან და ზოგადად Toyota-სთან, როცა ეგანიხილება. ლითიუმის ელემენტები, რომელიც Toyota-ში სანთლით საძებნია, ბირკას უყურებთ ხოლმე რომ ლითიუმი აქვს თუ არა და
აქ შვიდად ხარ, იმიტომ რომ ყველას ლითიუმია. კი, ხაზგასმით აღინიშნოს ეგ, რომ საუკეთესო ჰიბრიდი სისტემა აქვს. ძალიან კაი არჩევანია, მის იმედია. კარგი ავტომობილი გამოდგება შემოწმების მერე და უსურებთ, რომ შენმა მომხმარებელმა შეიძინოს $10,900 ჯდება საქართველოსამდე სრული ხარჯი. ნამდვილად თამამად შემიძლია ყველას ურჩიო. ძალიან კარგი. ბიჭებო, თქვენ რა გაქვთ ამერიკაზე? მე გაჩვენებთ ერთ-ერთ ვერსიას, რომელიც სათამაშო მაქვს აუქციონზე. ეს არის Kia Niro. დაზიანება წინიდან არის AX პაკეტი, ანუ მაღალი კომპლექტაცია. ელექტროსავარძლებით ყავის სალონით და მრავალი ფუნქციებით. ნახოთ გამყიდველი რას გადაწყვეტავს. სადამდე აპირებთ თამაშს? მივხვდებით სადღაც $8,700-მდე, როგორც დამკვეთმა გთხოვა. იმედია რომ ამ ფასში გამოგვატანს და ამ ფასში უკვე მართლა კარგი ფასი არის რა. მოკლედ რო გითხრათ ბიჭებო, ნამდვილად Toyota Prius ძალიან დიდი კონკურენტი გამოუჩნდა Kia Niro-s სახით და ვინც კი გასინჯა ეს მანქანა და მოსინჯა და შეისყიდა ყველა ძალიან გვაყოფილია. ისე თუ დააკვირდით Prius ძალიან ვერჩით ახლა ჩვენ შევდით. ჯერ იყო გამოვიდა ახლა Prius-ი ხო მთელი საქართველოს უთოს ვეძახდით. გამოუჩნდა ხო უთოს ვეძახდით, ვამცირებდით, მაინც მითით ავდიოდით, გასვაყენებდით, მერე Fusion-ი ჩავანაცვლეთ, გამოუჩნდა Fusion-ი კონკურენტი, ახლა Kia Niro გამოუჩნდა, მოკლედ ძალიან ვერჩით. Fusion-ი და ჩაგრა სხვათა შორის იმით რომ Niro? არა. Prius-მან გამძლეობით. ანუ მირჩევნია გადაცემათა კოლოფი გავაკეთო, ან ზეთი წესი არა ვცვალო და ის გადაცემათა კოლოფი არ გამიფუჭდეს, ვიდრე ელემენტები ვცვალო ყოველ წელიწადნახევარში, ანუ ელემენტი საშინელი. Prius-ი დღემდე გამოდის, მაგრამ Fusion-მა შეაჩერა წარმოა. შედარებითია. მოკლედ ბიჭებო, ჩემი დღევანდელი ვერსია ეს არის და როგორც Hyundai Kona-ს ხა მიშკამ გაგვაჩვენოს თავის ვერსია. მიშ, აბა შენ რაზე თამაშობ დღეს აუქციონს? ხლა ვეგაჩვენებთ. მე შეკვეთა მაქვს 2019 წლიან Alfa Romeo Giuliaზე. დაამცირე დაზიანება, კი, საბუთია Phoenix-ზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენთან ამაში ფულს არავინ არ მოგთხოვთ. უბრალოდ დაჭირდება მაქსიმუმ 1 თვე. როგორც კი გამზადდება საბუთით, მაშინ ჩაიტვირთება მანქანა და წამოვა საქართველოსკენ. არ შევაშინოთ ჩვენი მაყურებელი. 1 თვე არის ყველაზე მაქსიმალურია და ძირითადად ერთ კვირაში ზოგის 5 დღეშიც მზად არის, მაგრამ ყველაზე ცუდ ვარიანტში 1 თვე ჭირდება და არის სრულიად უფასო ჩვენთან TL Group-ში. ეს მანქანა არის pure sale-ზე, რაც ძალიან კარგია. ნებისმიერ ფასში შეგიძლიათ მოიგოთ. კი ბატონო, ვაპირებთ დახურულ აუქციონზე. კი, დახურულს და მე შანსი გვეძდება ამის გამო. და წეხა რაც თქვი, დახურულ აუქციონზე ჩვენ არაფერს არ ვამბობთ. ავიღებთ არც ამაში, კი ბატონო. ბევრი კომპანია რომ იცოდეთ შეიძლება გამოცდილიც გაქვთ $100-დან $200-მდე იღებენ მხოლოდ იმიტომ რომ დახურულ აუქციონზე Sony დადონ. ჩვენთან ეს სრულიად უფასო არის მეგობრებო. ვაპირებთ თამაშს 6.5 დაახლოებით მოვიგოთ ეს მანქანა, რაც ადეკვატური ფასი აქვს. მოკლედ ისურვებთ წარმატებებს მიშკა. ისურვებთ ჩვენ მომხმარებელს. ნამდვილად ძალიან კარგი მანქანა ყავს, არჩეული გონია რომ მოხსნით ამას. წარმატებები ნამდვილად ჩვენი უნდა იყოს ეს ავტომობილი. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო TL Time-ი, ჩვენ კი ვართ TL Group-ი, ჩამოყავს ავტომობილები კორეიდან და ამერიკიდან. ჩვენი მისამართებია თბილისი, ჯუმბერლეჟავას 22 ნომერი, ჰუალინგის Swiss Plaza, ქუთაისი, რუსთაველის 32 ნომერი. ვიმყოფებით დრანგტედიში, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადოთ ედის ამ სივრცის დათმობისთვის. მათი სოციალები იქნება ჩვენ საღწერაში, თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ახალი TL Time-ის ეპიზოდებს. გამოგვიწერეთ.